მოგესალმებით მეგობრებო. ნუ თუ ამ ყველაფერს მივახციე, მე ამ ყველაფერს რო ვიწყებდი 3 წლის წინ ეს ყველაფერი ვერ წარმომედგინა, მე დავუდუმებ ცოტა ხანში. ეს არის მეასე პოდკასტი და როგორი ხალხი მყავს მეგობრებო, ერთმანეთს თუ შეიძლება ტაში დაუკრათ. ჩემგან ხელმარცხნივ Young Mike, Nicky Slow, Pele. გოუთებს შორის გოუთები. როგორი ხალხი მეგობრებო, რა თქმა უნდა დღეს ვერ დაგასპოილერებთ რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ლამაზად შევყვებით ყველაფერს. როგორ ახართ მეგობრებო? კარგად, თავად როგორ გძანდებით? გეინაცვალეთ. მეასე პოდკასტი, ხალხო. მეასე, აბა. დავამრგვალეთ. სხვათა შორის თუ გახსოვს, რო ვიწყებდი. პირველი სტუმარი იყო გახსოვს? სულ პირველი მე ვიყავი. ტელევიზიაში რო ვიწყებდი და მე რო გადმოვედი YouTube-ზე. ბაზარი არა. იმასთან პოინტთან Google საიტზე მოვიწყე. კი, აი, პირველიდან მეასე. 0 to 100 real quick. ტაში საპლოდი. როდის იყო ეგ? 3 წლის წინ. და იქიდან არის 4 წლის წინ იყო. აბა დავაი, გავუმორჩოს. დავაი. დავაი, მიკროფონები გადავყავით, გადმოყავით, თქო ჩემგენო, მე სპონსორი რო შემოვა. დღეს მეგობრებო, სპონსორი არც ერთი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა თქვა უცებ, სპონსორი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეს კონიაკი მოვიტანე ამას დავლევთ. ჰაილას ამბები არის, ბიჭებს გადავცემ აუცილებლად საჩუქრად და გავაბოლევთ. ჯეო ფიტმენმა, ფიტ შოუმა გამოგვიგზავნა და მაგას ეხლავით დავათოხლავებთ და ასევე მარმელოუმ ტორტი გამოგვიგზავნა და მაგასაც დავათოხლავებთ. რა შეიძლება ეგ მაგას დაურეკავ ხა და გვეტყვის რა შეიცავს და რას არა. აბა, გაუმორჯოს. გადააწყვეტ. გილოცავ დაბადების დღეს შენ. პოდკასტის დაბადების დღეს. პოდკასტს მადლობა რომ მეწვიეთ ამ თქვენი თამანდობთ პოდკასტსაც გავუმორჩა. აბა ამას დღეს გენდა. ბოლომდე სვავთ. როგორც გავისწორდი. არა. როცა მე დაბადების დღე მომევლას. ხო, დაგვიანი. ისე არ მომევლას. ისედაც მოგილოც. მაშინ ყველაფერი კარგად. აღარ არა, მე ზოგადად გარღვევებს მაგ. და სანამ საუბრობთ ვსო, გამახსენე. აბა გადაყავით, გადმოყავით. მე Facebook-ი რო არ მაქვს, არ ვიცი ეგ ვიღაცების დაბადების დღეები, როდისა. ესე იგი ჯერ ფიტმენმა მაგრამ მე Facebook-იდან მივხვდი. ჯეო ფიტმენმა, ბონდომ ჩვენმა მეგობარმა, YouTuber-მა, როგორც იცით, ფიტ შაულმა გახსნა, გემრიერი ლამაზი და მე არ გამისინჯავ ჯერ, აი ხა გავსინჯავთ, გამოგვიგზავნა საჩუქრად, ეს ჩემგან მეასე პოდკასტზე დაათუხლავითო და გავსინჯავთ. ჯანსაღი არისო, სხვათა შორის აი ესე მითხრა და ნახოთ, რა ვიცი, აი ეს ერთი ცალი კიდე აქ არის. თუ თქვენთან არის რაც. აი ეს გიო სტილია? კი ბატონო. ხო, გიო გზაშია მოვა ჩვენი მეგობარი. ბიჭო ისე ლაბაშის კონცეფტი მომწონს. ხო, არა? всё, ჯიგრულად მე მგონი რომ ხო, ბიჭო, ის მადლობებიც. ორი თვის ლავაშს არ გავს. არა, დაჟეთ ხელი, ტაქსით გამოგზავნილია საბურთალოდან და მაინც ეხა მე ვლო დაურეკავ, მადლობას გადავუხდი და მეთქვის რისგან არის ეს ყველაფერი. მაგას მე ხავი გავარქ. მართლა გემრიელია, არ მეგონა. მეღოსნერი. ჯანსაღი შაულმა, აი ესე ქვია, ჯანსაღი შაულმა და რა ვიცი. არა. ჯანსაღი. სუნელია როგორ ხო, სუნელია და. ხო. კისმენ? ბონდო, ძალიან მაგარი შაულმა. შენ ხარ ჩემს მეასე პოდკასტში, შეგვიძლია მოგესალმო უბრალოდ მიკროფონი მოშვერილი მაქვს. მოგესალმებით ძირფასო მაყურებლებო. ჯეო ფიტმენი რეკავს მეგობრებო. ჯეო ფიტმენია ჩვენთან არის ბონდო რო იცოდე, Young Mike, Nicky Slow და Pele და მიირთმევენ ეხა შენ შაულმას. ყველას ბონდური საუბარი გადაიცი? აჰა. ეხა მოგვიყევი უცებ რა შედის აქ და როგორ არის ხალხი განცვიფრებულია, რაღაც ძალიან გემრიელიაო და რა ინგრედიენტებია და რა ხდება. ხო არ დავიწამლებით გითხარით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხორცი არის გამოგიდე, ხორცი არის ყოველთვის ახალი. აჰა. რა თქმა უნდა ბასტურმა, დაბასტურებული არის სპეციალურად. ბაზარი არ არის. მეორე ის არის რომ ჩვენ არ ვიყენებთ მაიონეზს. აბსოლუტო მაიონეზი იწვევს ქოლესტერინს. მაიონეზის ნაცვლად ჩვენ გვაქვს არაჟინისა და ბერძნული იოგურტის ბაზაზე ვამზადებთ соуს. და პლუს გემოები, საიდუმლო, რომელსაც ვერ გეღვამხი. ძალიან ხوار დავიკუნთებითო Young Mike-მა. დასაშვებია ხიმი გამოგიშრეთ და ბიცეპსები გაგეზრეთ. ბიცეპსების გაბერვა არა უშავს, შემო ბონდო, გენაცვალე. მადლობა ძმაო, მადლობა, ჯიგარი ხარ, მაგრამ გაგუსწორდა ყველას და გადაგვეხადოს სიკეთეში ძმაო. შეგერგოთ ბიჭებო, შეგერგოთ. გაიხარე დროებით. აბა წარმატებები. გამოიწერეთ ჯეოფიტმენი, რა თქმა უნდა,
ჩემგან რეკომენდაცია არ ჭირდება, მისი არხი ხელა არხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ასე ამუნოა, რომ როგორც იცით, 8 ივნისს ჩატარდა PvP Flows მეორე სეზონი, ეტაპობრივად დაიდება, ამოიჭრება და ვისი ბეთლებიც დაიდება, ისე დაიდება იმის მიხედვით, იმიტომ რომ ვერ დაგასპოილებ, სხვანაირად არ გამოდის. წარმატებები მინდა უსურვო ყველას, საერთოდ ამ პროექტის ირგვლივ ვინც არის და რაღაცა ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, კარგი ემოცია მივიღე, ბევრი ხუაზე ხარ. და ასე შემდეგ რა, ანუ მარტო ის არ არის რომ გამოდიხარ და ბეთლაობ. ადრე ეკპონტი იყო, ხო? ადრე ეკპონტი იყო. ხო და ეხლა ხო მაგარი რადიკალურად შეცვლილია ყველაფერი. ხო და ამ ნოტაზე მე დავანებებ ახსნებს თავს. პირველი მე შემეკითხეთ, მაგრამ შაურმამ შემიყოლა. რა მაინტერესებს ახლა ბარემ თან სპონსორობის ფონდშიც რო ვთქვათ, რომ ვოლტზე საჩემილია, რომ მაგას ზუსტად დავაზუსტებ, მაგრამ ჯეო ჯედიტო მადი ორივეს ვიტყვი, შეგიძლიათ ვოლტზე გამოიძახოთ, შეგიძლიათ გლოუზე და რომელი ხო დატოვე მე რომელი მინდა. ფიტ შაურმა მთავარია და მაგას ნახო. ზოგადად შაურმა არ იქნება ლინკი. შაურმა არ მევასება ზოგადად, მაგარი ყლესაჭმელი არის ჩემი მოსაზრებით, ან ყლეობები კეთდება ზოგადად. მარა თვითონ დაატავა რა. მარა ეს გამისწორდა რა. და ხ სპონსორობის გამო არ ვამბობ, მართლა განსხვავებული არის და კარგი არის. აი მაქსიმუმ 2 შაურმა ხოლმე რასაც ვჭამ და არ ვიტყვი ხა მაგეებს, იმიტომ რომ ერთი ორი ვარიანტი აქვს, რასაც ჭამ. ეს დაგისხოთ თქვენსაც დაისხოთ. არა, ანუ ეხა 20 კომპანიიდან 2 რო არის, კაი, ანუ ხო რა. და არასდროს არ მესმა და ქართველებს ესე ძა რატო ევასებათ ეს შაურმა რაღაცა განსხვავებული ისაა რა, თვითონ თანამედროვე ქართული ისაა. ხო და აქ აშკარად რაღაც ის არის. და ისეც არ გააკეთებდა რომ ორგანიზმს საზიანო ყოფილიყო. ხო, ისაა რა, პაპაირო ისპანახ ჭამს თუ რაღაცა. არალი მეზდება კუნთები მეზდება. ოპა. ო, ბრავო, აპლოდისმენტები შევხვდეთ შეიძლება. ბატონი გიორგი ფერმუთის ფორმით. ჰაილამ გამომიგზავნა 4500 ნაპასიანი სპეციალურად დღეს აქ უნდა გავხსნა, ესენი კიდე ბიჭებს. აი შენსიანი არის, ასაკი. შენი 800-იანი არის, ჩემი მეთქი, ჩემი. სპეციალურად გამომიგზავს 4500-იანი, მე ასე პოდკასტი რა ხან იყო. მე არ ვეწევ. არ ეწევა მიშკა. გიო, მოგვიკითხე, მოგვილოცე. ხო, რა თქმა უნდა, ულოცავ ძალიან მაგარ ადამიანს, ძალიან მაგარ წამოწყებას. ხო, გილოცავ მე ასე პოდკასტ წინ. გაიხარე. მე 100.000 ჭრაზე ვთქვი და ეხაც მომელოცოს და ესეთი რაღაცას შეპირდა ესეთი მაგარი საზოგადოება ყავს და რა ვიცი, მაო რა. ასევე ბიჭებს ულოცავ სეზონის დაწყებას. დამატებული და ლუკას. მიშკამ რაც თქვა მაგაზე მინდა რა კომენტარი გავაკეთო, ანუ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ოპონენტები, ეგ მომენტი არსებობს, ანუ თავისთავად გინდა არ გინდა არსებობს, იმიტომ რომ რატო გაქიცია ეს მომენტი? რაღაცები გაიარე, შენ გააკეთე რა, გზად რაღაცები, რაღაც გამოცდილება გაქვს უკან და ანუ დარწმუნებული ხარ შენ თავში და ეს ნორმალურიც არის რა, ბუნებრივიც არის. ის ეხა იწყებს იმან რა უნდა ქნას, მაგრამ ამ მომენტში ვიწყებთ ჩვენ თავს მაგასაკში რა, ჩვენ სხვა მაგ ამბიციებით მოვდიოდით იდეაში რა. ხო და გასაკანი არ გქონდათ რა. ხო, ჩვენ ცოტა რთული დრო მოგვიწია, გაცილებით რა. ცოტა არა, ძალიან. ხო, გაცილებით რთული დრო მოგვიწია, მაგრამ ერთი რამე დავამუღამე რა, რომ ანუ ბეთლებშიც და ზოგადადაც რა, მე ესეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული. თუ მე პროდუქტში მონაწილეობას ვიღებ, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის პროდუქცია იქნება, ეს კონცერტი იქნება, თუ ეს პროსტა ბარში რაღაც დახურული რაც არ უნდა იყოს რა, ჩემი გამოსვლა უნდა იყოს გენიალური. ვინც არ უნდა მედგეს წინ რა, არ აქვს მნიშვნელობა. ძლიერი ოპონენტი იქნება, სუსტი ოპონენტი იქნება, მე უნდა გამოვიყურებოდი კარგად, ჩემი თავისთვის რა. და ნუ დიდაც მე ჩემი თავით არ ვარ ახფრთოვანი სიმართლე თქვა რა. ანუ კაია რომ ეხა უფრო უფასდებათ მაგათ და სხვა დუხზე არიან ჩვენთან შედარებით, იმიტომ რომ ანუ ესენი რომ მოვიდნენ, ეგრევე სავსემონო ჰოლში მოვიდნენ და ეგრევე სპონსორებში მოვიდნენ და ხო რა. კი ბატონო, ხო. და ჩვენ რაღაც მომენტში გვეზარებოდა, იმიტომ რომ ტყუილა ვაკეთებდით რა. ხო რა, ჩვენ დროს ესეთი ხაიპი არისო რა.
მე ვაფშე სასახარი მომეც შეყოლე რომ არა ჰაიპი როგორ არისო ჰაიპი იყო და ესეთი არისო მაინც არა ეგეთი იყო იმიტომ რომ ეგეთი რო არ ყოფილიყო აქამდე არ მივიდოდ პროსტა ჩვენ დროს რა იყო იცი რა ეს რა ჰაიპი არის ანუ პიზდეცი იყო ვაფშე სმენელი არის რომ დამიჭირეს და გამოვედი და რაღაცები რეები ხდებოდა პროსტა გადაცემა არისო სადაც მივიდოდი რა რაღაცა 4 გადაცემა იყო და ორ-ორჯერ ვიყავი მაშინ თან YouTube-ის თემა ისე იყო მოხდილი ტელევიზიის მაშინ იწყებოდა YouTube-ის თემა რა ხო და ან პროსტა ეგ მომენტი არის რომ ეხლა უკვე არის ეს გადაცემები და ყველაფერი და პროსტა რა სადღაც უნდა გააფაჩუნდე რომ მე გამოჩნდე რა ამ გადაცემებში და რა ვიცი მოთხოვნა იყო და მოდი და იქ და რაღაც გადაცემები იყო არც არავინ არ უყურებდა მაგრამ და კიდე რა იყო იცი ჩემ დროს აი მაგ მომენტში რა დავამთავრებ რომ გადაცემებში რომ მიდიოდი აუ ეს გადაცემებში დადის და ამას თავი ის გონია და აუ ეს ის არის და ეს აუ ეგ ქაჯები დღესაც არიან რომ არა ეგ ქაჯები ყოველთვის დაძდევდნენ ესე რა რო თქვენი გადაცემებში რო დადიხართ ჩვენ არ მოვალთ არ დაგიძახებენ ხო მართალი ხარ ხო ეგ ერთი რო არ დაგიძახებენ იმიტომ რომ ხო ლაპარაკი არის ერთი ხო ბიჭები 31-ში მე მქონდა დაბადების დღე 3-ში ამაზე დავილოცოთ რა დავილოცოთ ერთად არ უფალი თამადოთ თუფაკის დაბადების დღეს მოდის ვაჰ მაგის თულს ვენაცვალე მოდი პელე 17-ში აივნის დაიბრუნდა სექტემბერში ივნისში არ დაიბრუნდა დაიბრუნდა ვინდაცა დაბრიდეს და დაიბრუნდა ეგ ამბობი ეხა არის მე მგონი ენდრიკის დაიბრუნდა გაია აბა გალოცეთ ჩვენ დაბადების ნიკი სლოუ თორნეგეტაშვილი ჩვენ დაბადების დღეებს ტუბები ჰოროსკოპით ესა ყველაფერი ერთად იგი დაკე მარცხენა ვარსკვლავის ქვეშ დავიბადა მარცხენა თუ დაილოცოს მარცხენა შეგენაცა აბა კარგად ვიყოთ მაგრად ვიყოთ მადლობა ესე მხუხარეთ რომ მომილოცეთ დაბადების ჯამთელად ვიყოთ საუცილებლად ესე მოგილოცავთ თქვენ დაბადების დღეებს იასტა ძმაო მე 200-ე პოდკასტი რო იქნება ისე ერთად ვიკრიბებით რა მე 200 იქამდეც მაგრამ ნუ აი ესე მრგვალით არიღები ისეთი მანამდე 100-1000-ეზეც დავამგვალოთ და ჰაილას დიდი მადლობა 4500 ნაპასიანი რომ მაჩუკა ამ მიასე პოდკასტზე და უფრო მეტი გეჩუქებით რა თქვენ ახლა 800-იანიც არა ცოტა ძმაო 800-იანი პროსტა რადგან მიასეაო და რაღაცაო 4500 ნაპასიანი გეკუთვნისო ხო პელე ვიპასუხეთ ეხლა მე გიპასუხებ თუ გამოხვალთ რომელიმე სეზონგარი უპასუხეთ უფრო შემოთავაზების შემთხვევაში გაჩვენ ჰა შეგვიწვე ზღობაში კი ეთოში არა დაუდგები ბრა ობაში ალბათ ეხა უფრო როგორ პონჩი ვარ იცი აი ემინემი როგორც არის ხო იცი ერთი ყლეობა ალბომი რომ უნდა დაწეროს უეჭველი რომ მე თესლობა ალბომი დაწეროს მეც ეგრე ვარ რა ერთი უნდა ჩავაჯვა ხოლმე რომ მე თესლობა ვქნა რა და არ ვიცი განვიხილა ხო მე უკვე ხო რა მე ამოვაგდებენ და ალბათ იმაზე არა მაინც უნდა რომ ხალხმა ნახოს რა ჩვენ და ტახას არ გვინდა ერთობა ყველაფერი მაგრამ ძმაკაცურადაც შეიძლება რატომაც არა არ ვიცი მაგაზე საუბარი არ არის ეხა არა ეგ გამოვოთ თვალისწინებად რა ქვია ვინც ავარჯიშებდა ერთი სპოილერი ალჯო სტერლინგი შენზე და ტახაზე ერთ სპოილერი ჩავაგდო ენემი მყავდა ჩაწერაზე ძმაო და ძალიან კარგად აგემილა შენზე და ტახაზე ისა არა შენზე და ტახაზე ისა 100 მეორე პოდკასტად დაიდება სპოილერი ჩავაგდე მაგრამ არა კაცო პელეზე და ტახაზე ძალიან კაი რაღაცები გავგიფრთხილა და დაიდება და ცუდი არაფერი პირიქით პივიბის გარშემო კაი ექსკლუზივია სხვადასხვა მე მეც ვითხარი რა არის ერთ ნახოთ არა კაი მოდი იბაზრა ცუდი არა ხო რაღაცა არის დაიდება გაიგე შენს მომავლის შესახებ არის აღარ შეზოდიაკოთი მომავალია შილდოსანი ტუპები ახლა ხო არა ტუპები ჩვენ თვითონ შილდოსანი ვარ მე მარჯვენა მის ორი მშულდოსანი ორი ტყუპე მე თავიზები შემოთავაზებებს გააჩნია რა უკვე არა ფინანსურს პირველ დასამტკიცებელი ხო რა ის რომ პელე ხალხი აიყოს სეზონიდან არ უნდა იყოს არც და ცალ კაი, მაშინ ესეთი კითხვა მაქვს. კაი, მაგალითად ოპონენტს გააჩნია. ხო რა თქმა უნდა, ვინ ის ბოდიში რო გაწყვეტინა. ისაა რა ქვია, მე ამას ეტაპობრივად დავდებო და ეხლა ისე და ეხლა სულ ამ თემაზე ვლაპარაკობ.
მეგრე გამოდის და რაც იქნება ისეთი რომ ამ თემაზე არ იქნება იმას დავუკეთებ. დავაი მანქანებზე ვიბაზე. არა, რა უნდა მეკითხა, იცი რომ ვინ უნდა იყოს ესეთი ოპონენტი, რომ მაგალითად თუნდაც მაიკი, თუნდაც შენ სათანადოდ დაждებ და იმინა მოიმზადოთ, რომ აი რას უნდა შევჭერ. არა, ხდებიან, რასაც ვიკითხები რა, რომ აი დავიკიდე კი არა, იმინა დავჯექი და მოემზადე და უნდა დავამარცხო რა. რომ სათანადოდ მიუდგე, მაგალითად ვინ უნდა იყოს ოპონენტი დაუშვი. სპონსორი. ანუ სპონსორს გააჩნია და არა ოპონენტი. არა, ანუ ის არის რა ციფრებზე არის რა. რამდენად კარგად მომზადება. Yes. მე რეპერი მეგონეც მა. არა ბიჭო მოიც ბაზარია. ვიღაცა უყურებს ხან მე რეპერი მეგონა. ბიჭო არ არის ეხა ვიღაცა ტიპი ისეთი ვის მინდა რომ ეხა დაუდგე და რაღაცეები უთხრა და ვინც არის კიდე არ მოვა ის და ხო ეგ მომენტი არის. ეხა ამ თემებს მამა ფლექსი ვფიქრობ. რამდენიმე რეპერმა თქვა უკვე რომ არა, ვაფშე არ ვფიქრობ მამა ფლექსი. არა. ისე რას ფიქრობ თუ ვაფშე ზოგადად რეპის მომჩი? აუ ეს რა მაგარი ხოდია, რას ფიქრობ იმ რაღაცა ვინ იყო შენი ინსპირაცია როცა დაიწყე რეპი? რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? ღალაც. ბიჭო, მამა ფლექსზე თუ კითხულობ, მაინც და მაინც კაი ხოდზე აი ბიჭი. ფიქრით არ ვფიქრობ. მეორე დღეს ქონდა ლოუბა. ჩემი ტელეფონიც გაიტვლის. ფიქრით მაგ ბიჭზე არ ვფიქრობ. არც მინდა რომ ვფიქრო. არა, ჩვენ გვერდზე ქონდა ივენთი მგონი ახლა. მეორე დღეს თუ მეორე. მეორე დღეს ქონდა ლოუბარში ძმა, არა. ლოუბარში ქონდა, ისევ არ ვიცი სადა აქ ივენთი. მოკლედ თუ მაგ ბიჭზე კითხულობ, ჩემი აზრით, ხოდზე არის და არის კაი ხოდზე რა. თავის მხრივ, თავისი მუსიკით, რასაც აკეთებს თავის community-ით, არის ძალიან კაი ხოდზე. ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ხოდით ოღონდ რა, იმით. როგორც მოძრაობს რა, კულტურაში ხო აზერ ხარ, მუსიკას არ გულისხმობ, არ ვეხები, არაფერს არ ვეხები ხოდს რა, მსმენელს, communities, crowd controls, როგორ აკონტროლებს მის crowds ხო აზერ ხარ, მისი crowd-ი რო დადის ყველა მისივენს, აი ამას გულისხმობ, ეხლა ამ მომენტში არის ტოპი რა. ტოპია, რაც აკაც იმას ვერ წაართმევ, ვერასდროს და სასაუბროც არის ასნა. მაგრამ დავშე არ ვფიქრობ და მუსიკაზე რას ვფიქრობ? მის მუსიკაზე არ ვიცი, არ ვფიქრობ რა. დემონებაზეა ხო ბაზარი არა. კაი, შენ რას აპირებ მაშინ? ტრეკების ამბავში. მე? ხო, ვიცი რომ რაღაცები არის დაძრული და. მე გავაჩერე ალბომს წერდი და გავაჩერე. იმიტომ რომ ისე სეზონის პონტი გაიჩქთა რა. ალბომი დავიწყე, სანამ მე და შენი ბეთლი დაიწყე მეორე სპონტი გაიჩქთება და მანამდე დავიწყე ალბომის კეთება რა. მე გავიშარე, მაინც მე დამბრალდა. ხო და გაიჩქდე შენ. ანუ დავიწყე, ბითები დავწერე. მუსიკოსობა უნდა ბიჭს და არაცნია. ვარ, ხო, მაგას ვიძახი რა, მე არ ვარ ბეთლებში, მე ვარ მუსიკოსი. ეგ მაიკლ. თუ შენსაც მე ბავშვი პროდიუსინგი ჩემია მთლიანად ჩემი ალბომის, ყველაფერს მე ვაკეთებ, რამოდენიმეში მეხმარება პინო, მეხმარება რა, უბრალოდ თავისი რამოდენიმე ბითი დამევასა და მინდა ალბომში მქონდეს და მაგიტო კოლაბორაციაში. რამდენ ტრეკს აკეთებ? 11 დავწერე, მაგრამ გავაგრძელებ მისიას. ბითები ანუ ყველასი მაქვს. ჩიქები გამოვაწვევ, ტექსტები მაქვს. ჩიქები გამოვაწვევ. და შეიძლება 15-მდე გავზარდო რა. და ეგ პონტია, ბეჭლებს როცა მოვშევი, აუცილებლად შევდგები მაგას. ფორმით აპირებ დადებას. ნება. ისა. ყველაზე მექნება ვიდეო. კლიპი? ხო. ძალიან კაი. არა, საათნახევრიანი ვიდეო კლიპი იქნება. შინაარსობრივად გადავა ყველა ვიდეო ერთმანეთში. ერთ დღეს დაიდება. და ერთ ვიდეოდ დაიდება ჯერ და მერე დაიშეხება კლიპებად რა. კი, სპლიტ ქვია. სპლიტ ფილმი გაქვს, ნახე სპლიტ 22 პიროვნება რა ცხოვრობს კლიპში. ვიღა მოგორა. მე ცოტა შუაში და იმაში რო არის. ანჯელა ჯორჯ. ანჯელა ჯორჯ. ყויה ხვეულად ისვრის. ეგ არის, ეგ არის. ან მაგარი კინოა და კაი მაგის ინსპირაცია. რეფერენცია 22 პიროვნებაც ხო გახლე ჩააქრა პიროვნებაც. 22 ტრეკი უნდა გქონდეს ალბათ. არა, მე პროსტა ინსპირაცია ავიღე იქიდან და გადავიტანე ხმა ფლოუში და ტრეკებში რა. ტრეკი იქნება ყველა განსხვავებული ერთმანეთისგან, როგორც ჟანრობრივად. ისტორია? არა, ჟანრობრივად, ან ყველა ისტორია რო დაიწყება, პროსტა შინაარსი გადაებმევა, რომ რაღაცა გადაკვეთის მომენტი იქნება, რომ წინა კლიპსა და მომავალ კლიპს შორის არის. ტალშე
სხვადასხვა როჟე იქნება ყველაფერი. ლელე, შენ ასაპირე ბოლობ ბეთლემსა რჩები, ტრეკები, კლიპები, რამ ცოტა უნდა გამოძრავდე თუ როგორ არის ინფორმაცია მოგვაწოდე რომ ხალხი რო ხედავს უხარ დუეტს თუ გაგმოვიდმესთან. კი. ეხა ძირითადად წამოვა აი ეს კაი. რამოდენიმე ტრეკი წამოვა ეხა სოლო არც ერთი არ იქნება სავარაუდოდ მაქედან და ლაივი მინდა რომ სასტავთან ერთად გავაკეთო რა. ვაი, კაი. ანუ მინდა ეხა ჩალიჩობ იმას რომ შესაბამისი რაოდენობის ტრეკები მქონდას იმისთვის რომ აი ორ კვირაში ერთხელ მაინც ლაივები რომ კამანდა მოაკეთოთ რა. იდეალური იქნება რომ ხო და კიდე რაღაცებს ვერ ვიტყვით ჯერ ადრეა რა და ტვინი არ მოგვიტყნათ. ბიჭო არა არის იცი რომ გამოდიხართ ეხა დავუშვათ მაიკი არ გვაკლებს ხოლმე ისედაც ტრეკებს რაღაცები ვიდეო მაგრამ შენ ისეთ პონჩხა ისეთ ფიგურა გაიჩნდები ფაქტურად 1000-ში ერთი კლიპი თუ დაიდება ან სიმღერა და ზეითად ბეთლებზე იჩიტები რა ხო და ინტერესია ხალხი რა რა ბოდის ინტერესია კი ზოგადად უნდა ახსნა რომ მასა ინტერესია რა ხდება როგორ არის და ევროპის თემაშიც რო იყო ჩეკრებილები რა როგორ არის ფოვში მაგ კონცერტს არ ამგონია რამე რო ერქვა მაგას, მაგრამ ხან მოქმედური დარეკლამდა როგორც რაღაცა რეპერები ევროპისკენ თუ რაღაცა ეგეთი. შედა საქმე მოქმედური იყო? ხო არა, კაი, მაგას ვამბობ, რომ კაი არის რაღაცები გაკეთეს, რომ მაინც ლაივები რა. ხალხმა ლაივები რო დაინახოს, ჩემი აზრით, აი ამ სპონსორებზე რომლებზეც საუბრობთ და ზოგი ლუდის მაცივარს თხოვს, ზოგი კოკა-კოლას თხოვს და ზოგი რაღაცა. ეს ყველაფერი რო შეიქმნას, ანუ კარგად იყოს, ეს ყველაფერი მწყობრში რო იყოს და ეს სპონსორი რო სხვა პოდკასტებშიც რო თავისუფლად შევიდეს, ჩემი აზრით სპონსორობაში, ან ნებისმიერ სხვა პროდუქტში რა არ აქვს მნიშვნელობა გადაცემას პოდკასტი იქნება თუ რა იქნება. YouTube-ზე ზოგადად პირველ რიგში, ჩემი აზრით, უნდა ადგენენ და იმ ხალხს მიხედონ, ვინც ამ მასალას ქმნის რომ მერე ეს სალაპარაკო ხდება რა შემდგომ არა მსახიობი იქნება რეპერი იქნება მომღერალი იქნება თუ ილუზიონისტი იქნება ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა ეს ნიჭიერი ხალხია ჯერ პირველ რიგში მისახედი რომ ამათ мотиваცია ქონდეთ რაღაცის კეთების აბა შენ წარმოიდგინე ტიპი რა პირობითად ვიზახე მუსიკოსი ზოგი ორ სამსახურში მუშაობს რა გამოდის სმენიდან მეორე სამსახურში მიდის და საღამოს იმას როგორ უნდა მოსთხოვო რომ ხარისხიანი მუსიკა გაგიკეთოს რა პლუს კიდე ამასაც ხო ენერგია უნდა რა პროდიუსერის თვითონ არის კონცერტების თემასაც თვითონ აგვერს რადიოში თვითონია ხო და მაგიტო არის რა აი ჩვენ ქვეყანაში საშუალო დონის არტისტი არ არსებობს რა თუ არსებობს არის მაგარი თუ რაღაცებს ვერშვება მალევე ქრება რა ეს მაგარი იმიტომ არის და მაგრად იმიტომ რჩება ბოლომდე რომ რაღაცეების დათმობა მოუწია მთელი ცხოვრება და იმენა მაგარი წვალება მოუწია იქამდე მისასვლელად რა ხოაზე ხარ და მაგიტო იმდენად ძლიერი იჩითება გზად რომ ვეღარაფერი ვეღარ არყევს რა თავისი ადგილიდან ხოაზე ხარ და მეტი ყურადღება რო იყოს მგონი არტისტებიც უფრო დიდები იქნებიან, პროდუქტიც უფრო ცნობადი და უფრო ხარისხიანი იქნება და რავი, მგონი ნიჭი არავის არ გვაკლია იმისა, რომ უცხოურ ბაზარზეც გავიდეთ რა. ჩაიდოს რა. უცხოურ ბაზარზე, იმიტომ რომ ახლა სუდი შედარება, სადაც რუსები გავიდნენ ამერიკულ ბაზარზე ჩვენ რატო ვერ გავიდნენ? სად გავიდნენ რუსები ამერიკულ ბაზარზე? ამათ მიკროფონი მომეცი, რა თქვია? რა თქვია, სად გავიდნენ? ბასტას აქ ლაივები ძმა. ვინ ძმა? მე კაიფები ბასტას. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ემიგრანტები რა ამერიკელებზე ბევრი არის რა მნიშვნელობა. ლეზენგიდია ბასტას მისულტნა რა. ბასტანა ხურა იყოს. ანუ ბასტაზე ვიცი კონკრეტულად აუ ბიჭო რუსები სად გავიდნენ ხო არ მეღადავები სკრიპტონიც უკეთებენ ძალიან ბევრ ივენთებს ძმაო შენ დაგაწყვიტონ მეც დამაწყვიტონ რო რამე მაგრამ მე სხვა რა ბიჭო ჩვენ გავიდეთ დედა მოუტყნათ მაგრამ აი რუსები ყლეზე მკიდია რა სად ბიჭო რუსები მაგიტომ მოვიყვანეთ ძალიან მაგარი ყველაზე ახლოს არის თურქები ავიღოთ კაი თურქები ერთადერთი რაც ვიცი თურქების ბაზარზე გასვლა Tech9-ის ალბომში აქვს პირველ ვერსს რო ბაზრობს. Yaxtılırım da vera yaxtılırım. Give me the microphone. მაიცა
ვიზიბონი ხო რაღაცა. მაგაზე ბაზე. ორი ენა გაჭირ შუაზე ისე ბაზობს რაღაც ზაფხულზე. ძალიან სტრაფია. ყველია თუ რატო აქ ხოლმე? ძალიან სტრაფია. დამაუწე სახე. ჯეზა, მე ვის, ჯეზა ქვია. Просто აქცეზა სადა. რაღაცა მამას ეძახა. თასლი რეპერია ის. ფეში გეკნება თქვა ორი ლაივი და მე შენ დაგასპონსორებ ყველაფერში. აი თქვა მე შენ ნიკი და ეგ ვიღაცა 2-3 ტიპი გვინდა რა. ხო, მაგრამ ისე თუ უნდა ამოვიღო მე კარტ. ბიჭო, ამოვიღო შეგვესია. მე უნდა ჩავმა შეში 10 ლარს უნდა ამოვიღო 100 ლარი. გავიგე, მაგრამ ეს ლაივზე, ნიკის ლაივში, ამერიკაში ამოვიღო. ხო, არა. ბიჭო, ნახე პრობლემა რაში არის? შეიძლება არიან რა. მაგრამ რეპერს თვითონ არ უნდა უწევდეს მაგ ტიპთან ურთიერთობა უშუალო რა. იმიტომ რომ მე შეიძლება არ ვიცი რა მაგ ტიპს როგორ მოუყომა რომ მაყუთზე თუ ასე შემდეგ რა და თვითონაც არ იციან თვითონ როგორ უნდა გელაპარაკონ რა. აი ყოფილა ეხლა რაღაც კომპანია თუ რაღაცა მოუწერია და აი უკითხავს რომ შენში ფული რო ჩავდო რამდენს ამოვიღე. რამდენს ამოვიღე? აი რა შემიყლე ვიცი რამდენს ამოვიღე მე. ჩავდო რამდენს ამოვიღე. აი რა შემიყლე ვიცი რამდენს ამოიღებ იქან მე რატო უნდა ვიფიქრო მაგაზე მე აი მარტივად რო ვთქვათ მე შემიძლია გავრეპო და მინდა მაყუთი ანუ მეტი სიმარტივემდე ვეღარ დავიყვან მაგ თემას რა კარატე არ ვიცი მომე მაყუთი რომ ქონდეს мотивация არა მაყუთი მომედა ხო და დალშე შენ ახლა რას გააკეთებ ხო და შენ რა გინდა ჩემგან შენი ფიქრე მაგაზე მე რა ვიცი რა გინდა ხო, რაღაცა კრეატიული ცოტა, მამაო. დაითხრე მიკროფონი, მოგვიყევი რა, ანეკდოტი მაინც მოგვიყევი რა, სიხალე გეძინება. რას ფიქრობ შენ აქ თემას? თამა და მისე კარგად ითამა და ქორწილში პატარძალი მოატყნევინეს. ანეკდოტზე გაგეცინა ნიკოლოზ. ანეკდოტი ერთი ეგრე მახსოვს. რეპერებს გაუმოჯოს, რეპერებს გენასწორებს. ვის მოატყნევინებდა ხაირო? აბა. სვათაშორის დღეს ენა ისპერტი, აი სიტყვები მითხარ რომ ყოფილი არ არსებობს, მეც როგორც ყოფილი რეპერი მითხრა ყოფილი არ არსებობსო და ისე ვანსტუროს უტრიარებ რა. დისებზე მინდა რომ რაღაცა თქვა რა. მინი გაგოუში. შენ თუ არ თქვა რომ ო და ნუ ეს შო გაიხსნა აბაგის просто ნათიასგან წამოვიდა ეგ თემა, მაგრამ არაფერ შუაში არ არის, ვაფშე ხო რაღაცას ვამბობ რა. ადრე რო იყო ეს დისები ტიპებს რო რაღაც სიმღერას უძღვნიდი თუ რაღაცა გასაგები არის, მაგრამ დღეს ანუ ხო არის PvP მაგალითად, სადაც ანუ პირდაპირ შეგილია მიხვიდე და რაღაცა უთხრა რა. წეღარას ვთქვი რომ აი ვიღაცა არ მოდის თუ არ ვიცი იმის ტრაკი არა აქვს და იმით იყომარებს რომ აი შენზე მეტი თავმოყარეობა მაგ და მან არ დაუდგები და ანუ აი რა ანუ მაშინ ჩემთვის რაც არ მოსულა რატო მოსულა შენთვის და სადაც პროჭიდან რატო მებაზრები მაშინ რა ხო და ვინმე სიტოქში თუ უნდა აი რაღაცა ბიფი კონდეს დღესდღეობით ან PvP-ზე უნდა მოვიდეს ან და ყლეჭამოს ვაფშე შოჩი დღეს როგორც ვიცით მიასი გრანდიოზული პოდკასტი არის ვიღებთ საჩუქრებს მარმელოუს დიდი მადლობა აი ესეთი ლამაზი ტორტუნიასთვის მარმელოუს დიდი მადლობა მართლა იმიტომ რომ გამოგვიგზავნა სამახსოვრდკია და მიასე პოდკასტის რო ესე მიგვერთვია გემრიელად და ასე შემდეგ ვა ეგ ამბავიც არის დავაი აპლოდისმენტები არ მესმის ბიჭო რა საიდან დავდგე გამოჩდი აქინა უნდა აგერ ჩანხარ ყველაფერი კარგად არის ეს მეასე და კიდე მე 1000-ზე ავსულიყავით თუ რამდენზე ხო 100000 ზემა ხო არა და მეტანი მე 1000 რეალურია 1000 რეალურია დავაი აბა ხო დღეში რამდენი 10 რო აკეთე თორს ვაკრო აღარ შევიგინოთ кайფიქრე ეს 100 და ყოფილიყო 1000 ერთი მინიმუმ კი ბატონო აბა აპლოდისმენტები აბა თუ შუქიდა გამოიწევთ ეხლა მე მოვიტანა არხი გამოვიწეროთ კი ბაზარი არა წელს ჩემპიონატ ანუ ამ საქართველოს გარდა ინგლისი ვერ ვიტყვი ინგლისი იმიტომ რომ გარშემო მაგ ნაკრებზე მაგ რაღაცა მოსაზრება რა მგონია რომ რაღაცა კარმული ისაიღე შენ ძმა მიკროფონი ნიკი ას კარმული პოზობა და ძდევს მაგ ნაკრებს სუ მაგარი ნაკრები ყავს სუ მაგარ ფეხბურთს თამაშობენ ძმაო ინდივიდუალურად მაგარი როჟები ყავთ ვარსკვლავები
მაგრამ აი რაღაცა აკლიათ რა, აი ყველა ჯერზე, ყველა ეტაპზე, სადაც არ უნდა მსოფლიო იქნება, ევროპა იქნება, სულ რაღაცეები მოსდით რა. მე ვალერშიკო 2000 წლიდან ნაკრებებში ჰოლანდიას რა. ჰოლანდიის ნაკრებს. მაგრამ წელს ძალიან სუსტი ჰოლანდია, ამიტომ საფრანგეთი მგონია რა. სასტავით, თამაშით, შეთამაშებულობით რო იმას აქვთ, ბოლო-ბოლოს მსოფლიო ჩემპიონიც არის. და ამიტომ საფრანგეთი რა. ეხა ერთ ვიტყვი რა, იმდენი ვიძახეთ ჩემ პოდკასტებში რომ შეუკვეთე ვორზე მივიყოლეთ 2-ზე მეთქი, რომ აი დაემთხვა როგორც იქნა დაემთხვა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გულითადი მადლობა ჩემგან მარმელოოს გენერატორი გამოგვიზამა თან 100 დააწერა, ბიჭებიც გაგვისინჯავენ და აუცილებლად თავის აზრს დააფიქსირებენ. აბა ბიჭები დაუცხეთ რა. ზოგადად ტკბილეული თუ გიყვართ. ტკბილეული? ტკბილეული. კონკრეტულად ტკბილეული. ვისაც არ ვევასებით, ხო? ჩვენ ტორტ შევჭამთ და თქვენ ყლიჭავთ. ვიჭო, ტკბილეული დიდად არ გიждები რა, სიმართლე გითხრა, მაგრამ ჭამ, ანუ ეხზე დააყენე კარგად შევახმო. მოყვარული არ ვარ რა, ესე რომ მოვითხოვო ცალკე, ეხა მე ამ წამს ტკბილი მინდა მეთქი შანსი არ არის. მაგრამ მე ასე პოდკასტია და რას ქვია ძმა? ნახლა გემრიატორია. გამიშტოლი. ხო იცი ეს რომელია? შენ პოდკასტი ჩაწერე, მაგრამ შევხმოვსული. შენც იქ იყავდი. ეხა კაი რამეს მოვყვები და ჯიუნას არ გავუტყდება. ბოლოს მამყავდა ჯიუნა და იმდენი იგინა მეგობრებო რომ მაგ ვეღარ მივედი და გადავწყვიტეთ ბინა აგვეყო და იქ აგოგიზებინა შემდეგ პოდკასტები არ ეწყერება თვითონაც კი იცის +18 არ იყო +31 იყო ის გადაცემა, მაგრამ კაი გადაცემა გამოვიდა სხვადასხვა. უბრალოდ 2 წუთში ერთხელ იგინებოდა და მოკითხა ჯიუნას ეხა მიულოცოთ ფეხბურთის თემაში MVP რაღაცა დვიჟენია მთელი ამბავი და რაც იცის კი აქედან მივდივარ ჯიუნას რაც იცის 30000 ლარია დავადი ჩის ბეზო ამო გამაში ცემე რა 100000 ავიღებ და ეგ გამას უნდა უთხრა ძმა არა ჯერ PvP-ზე უნდა გამოიწვიო მე გამაზე 100000 არ გაიხდია მაგრამ 100000 არა 100000 არ გაიხდია გაჩნია რა ტიპაში ხო, 100 ლარით არ იქნება, მაგრამ 10 უეჭველი არის. რამდენ ბილეთსაც გაყიდით იმდეს გალარი. ბიჭები, ბავშვობაში თუ ვიფიქრებდით, რომ ეხლა ან გაიზრდებოდით, ჩამოყალიბდებოდით მთელი ამბავი და აი ესეთი რეპერები გაიჩნდებოდით და ამ თემაში აი ესე ვაფშე მთელი ქვეყანა განიხილავდა თქვენ თემებს, შეგიყვარებდათ და ესე დონეზე იქნებოდით. და მართლა მე ვიტყვი რომ ისი ბევრად მეტის მოლოდინი მქონდა. არა, ეგ უნდა მეთქვა რომ ცუდი კაცი რატო? მთელი საქართველო გიცნობთ ბოლოს. ანუ რეპერობა რო გადავწყვიტე, ხო რა? ბევრად თესლობა მეგონა რომ იქნებოდა რა. ანუ სხვა კიდე სხვა ჰაიტი უნდა მეთქვა. როგორ თავდაბალი ხალხია მეგობრებო, ხედავთ? ვაფშე სხვა მოლოდინები. მაგრამ აღლიერი ვარ ამისთვის. თხარი იყოს ტყოპი მაიგოს. ანუ გეგონათ რომ ეს დაცვები და რაღაცეები და ბოზობები. უკან მანქანაში თქვენ შამპანიურების გახსნა. გვიანი. არა, მაგაზე არ ვფიქრობდი, პროსტა მეგონა რომ აი რას ფიქრობდი მაგალითად რომ აი რეპერი და როგორი ტიპი უნდა ვიყო? როგორც უცხოეთში 50 ცენტები და ტიპები. არა, ეგ ყლეზე მეკიდა რაღაც ბევრი ფული მექნება და დაცვით ფული არ მაინტერესებდა და პროსტა მინდოდა რომ სოფლიო მასშტაბით ყოფილიყავი აღიარებული. მაგრამ ქვეყნის მასშტაბითაც ძალიან მაგარი არის და იმის ეს არის რა. რაღაცა საპირწონე პატარა ვერსია არის, რაც მქონდა წარმოდგენილი და ჩემზე არის დამოკიდებული. ხობელი არ არის ეცნობადობა რაღაც მომენტში არის. რაღაც მომენტში არის. ვერ ხედავ ხალხმა ის მევიდეთ რაც მინდოდა. რაღაც მომენტში არის, მაგრამ ნუ მაგას ღებულ ვფრათ თუ რა ანუ ეს არის რა თავისი მინუსებიანად უნდა მიიღო. ხო. მე ვფიქრობ ერთ მომენტში შემოწუხებელი მაგალითად. იმიტომ რომ ყველა მოიცით რომ ხა ჩვენ დავში ლიმუზინებით არ დავდივართ და მაღაზიაში დავდივართ, ბაზარში და რაღაც პონჩი ყველგან დავდივართ, ხო ყველა. აი ფორმაში ვარ ხა მაგალითად რაღაც პონჩი რა და მოდის ტიპი გულანთებული უხარაშია და ფოტო გადაიღოს რაღაცა შენ იმ წუთას მაგალითად ან დამწუხრებული ხარ ან ფორმაში ხარ ან გატეხილი ხარ სულ არა ხარ იმ წუთას მაგალითად არც ასურათეთ არც ვიდეოსთვის და რაღაც პონჩი შეიძლება უთხრა უარი და მე აუ ამან თავი დამიფასა და რაღაც თემები შეიძლება კიდე გაიჩნდეს ხო მაგრამ რაღაცეების ის უნდა შეგეძლოს რა მაგისთვის მზად უნდა იყო რა ხო გასაგებია რა თქმა უნდა ადამიანები ვართ და ისე მაგრამ უნდა თუ გინდა ეგა პოპულარობა და რაღაც მაგის ამბიცია თუ გაქვს რაც არ როგორი ხასიათიც არ უნდა იყო უნდა
მზად იყო რომ ქონიათ ეგეთი შემთხვევა მაგალითად ეგ სიტუაცია და კი გუშინ წინ მქონდა მე მაგის ლავირება უნდა ბავშვი იყო წლოვანი იყო თუ ბიჭო არა დილის 9 საათზე გავიღვიძებ ახმელიაზე აყირავებული თვალები და მივდივოდი აქ ისაკენი ულაშე არა უშავს ბუნებრივია რეპერები ვართ რაღაც თქვენ ურთიერთობაზე როგორ დაიცა ჯერ მოყავს კაი რაღაცას ყვება კაცო მაგის მე მოყავ ვაფშე ყველა ბეზიზღებოდა მაგ მომენტში აი პოლიციის ხმაც ხო და ანუ ვიღაც ტიპი მომდიოდა სურათზე რომელსაც ნორმალურად ვერ ვხედავდი იმიტომ რომ ერთი თვალი სხვაგან მქონდა ვაფშე მეორე სხვაგან მაგრამ ანუ მე ვერ ხვდები თვითონ ხვდებიან თუ არა რა და თვითონ რა დაიკიდონ გლეზე მაგრამ ის იმტი მან შეიძლება მეორედ ვეღარ გაგაძროს ვაფშე ვერსად მაგრამ რატო ვერ უნდა გაგაძროს ლაივები ლაივზე მოვა რაღაცა და არის მომენტები რომ აი ჩუსტებით რომ ხარ ჩასული მაღაზიაში არ არის აუცილებელი რომ რაღაცა და მაგრამ ლეზეც უნდა დაიგიდო რა რაღაც მომენტში რაც პრინციპში ხო როგორ რა მომენტია იცი რომ იმას უნდა შენთან და იმას კიდია მაგალითად შენ კაზაჩოკები გავწიო თუ პროსტებით აღარ ჩასული შენ კითხულობ ფორმაში არ ხარ მაგრამ იმას უსწორდება შენთან რა სურო ტრუსიკში იყო მომენტ შენთან უნდა ფოტო და всё შენ პროსტა გიტყდება შენ ფორმაში არ ხარ რა ფორმა მარტო ფორმაზეც ხო არა ხო ხასიათი ბევრი რაღაცა არისო რა ანუ მაგარი გაღიზიანებული ყოფილვარ სახში რაღაცები მომივიდა ეკოქში მაგარი გაღიზიანებული გავსულ ვარ სახლიდან და ბავშვები რა ხოაზე ხარ მე ბავშვებს ვეძახ ყოველ შემთხვევაში 15-14 წლის ბიჭები თინეიჯერი აი ფოტო და რაღაცა და იტოქში ძალიან უხეშად მიპასუხია რა ხოაზე ხარ მაგრამ ამით არ ვამაყობ ხა ის რა შუაში იმან რა იცის მე ცუდ ხასიათზე რო ვარ ან რაღაცა ჩვეულებრივი მომენტი მგონია რა ანუ როცა ხასიათზე არ იქნები ფოტოს ვერ მიიღებს როცა იქნები მიიღებს რა იცი ორჯერ ორი ვაგერ ადამიანმა შენ ქონი ეგ შემთხვევა აი მოდიან და ხასიათზე ვარ და ნებოდა თუ კი მქონია და ისეთი მომენტები მქონია რომ აი ვაფშე რაღაცა დებილობა მithქვია თუ რაღაცა რა, მაგრამ მაგაზე ერთი მაგარი მომენტი გამახსენდა რა, რომ აი ციხიდან რომ გამომიშვეს მაგ პერიოდში, აი რაღაცა პოპულარობის პიკში ვიყავი, თუმცა საერთოდ არ მქონდა გააზრებული ეგ და просто სახლიდან არ გავდიოდი რა ის პერიოდი, რომ აი საერთოდ ცდილობდი რომ არ გამოუჩენილიყავი რა არც ტელევიზიაში და არაფერში და კარგი რატომღაც რაღაცნაირად თან ზაფხული არის, ან ქალაქშიც არ იყო რა, მე მგონი ბევრი ხალხი და რაღაცნაირად ისე მომხდა რომ რატომღაც ჩავედი რაღაცაზე ნაგავი გადავაგდე თუ რატო მოხდა ეგრე არ ვიცი და ჯო ვიღაცა ბავშვი მოვიდა მშობელ დედასთან ერთად რა და სურათი გადაიღო რა ძალიან უცებ ძალიან რაღაცა აჟიტირებულმა და რაზე ვიკაიფე რომ ხო მივდივარ და მესმის ტელეფონის ხმა რომ ეს დედამისი მიიღებს სურათს და ამეთქი მაიკლ ჯექსონი ვარ რა տեսლობა არის ვაფშე რა ხდება ანუ ზურგიდან მიიღებენ სურათს ნიტო что selfie და მაგრად გამისწორე მაშინ იგზენებია ბარსულავი ანუ ძალიან მაგარი შეგრძნება იყო რა ანუ უფრო მაგარი შეგრძნებებიც მოუტანია პოპულარობას მაგრამ ეგ რაღაც გამახსენდა ეხლა ამ სიტუაციაზე შენ იცი რა მითხარი მე და შენ წლებია კი იცი ერთმანეთს ვისწრებდა აი 2007 წლიდან თუ 6-დან რაც კეთდებოდა რა ჯეურები და ისთემები რა აი კიდე დღემდე ხო ძალიან ბევრი რამე განვითარდა და კიდე საიტგენ განვითარდება როგორ ფიქრობ ზოგადად ხო შეიცვალა ქვიდა კითხვა მაქვს მე რა საიტგენ განვითარდება ახლა უყურე რავი საიტგენ განვითარდება ნიკი ადრე ხო უფრო რაღაცა ესე თემა იყო რაღაცა აი ახლა ესე ვიტყვი რა რაღაცა თვითონ კაცურ თემაში რომ რაღაც ძალიან ბოღი ხმები და რა ახლა რაღაცა თქოს აი ახლა ბევრს დაუწერა ნიკი შენთანაც მინახია შენს გინახე მე მგონი რომ ნაზი ხმებით რეპავთ რეპერები ნაზი ხმებით ბაზრობთ მე მინახავს სხვათა შორის old school-ის მიმართულებაში ხომი ძირითადად რა და ეს ტენდენცია მოიტანა ტიპებს უსწორდება თვითონ თუ ვაფშე რა ხდება ამ პონჩი ეგ არ ვიცი ნაზის ჩემთვის არ დაუწერეთ ნაზი ხმით არა შენ არ გაქვს ეგ თემა მაგრამ ნიკისთან ყოფილა კიდე ვისთან ნაზი ხმით ბაზრობ ხოლმე კიდე ანუ ნაზი ხმით იმას თქვა გულისხმობ რაღაც ქალები ნაზია არა ისე ნიკიზე მინდა აღვნიშნო რომ ნიკის მაგარი ფლოუ კაცო ესე კი არ არის საუბარი float ბაზარი არ არის და ანუ ხმის ტემბრი ისეთი აქვს რომ
ანუ ადრე არ ვაქცევდი რა მაგ რაღაცებს ყურადღებას რა ანუ ხმათ მისწორდება რა მაგრამ ეხლა რა არის უყურე 5 და 6 flow შეული ერთი გააკეთოს ადრე იქ ხო წარმოუდგენელი ხო ხო ადრე მაგაზე ჩართავდი და უბერავდი ხო არ მაგ მხრივ განვითარდა მე მგონი ქართული რეპი და ასწორებს რა და რა ვიცი ეხლა ახალი თაობა რასაც აკეთებს მომწონს მაგ მხრივ რომ ჩვენ დროს ან ჩვენ რომ მაგ ხელები ვიყავით რაც იშვიათობა იყო და რაღაც ალაგ-ალაგ 1-2 კაცი აკეთებდა ეხლა უფრო მასიური გახდა თითქოს და ახლებისგან სულ მოლოდინი გაქვს რომ ეხლა უნდა გააკეთოს რაღაცა ის ილეთები რაც მაშინ რატომღაც არ კეთდებოდა და ეგ კარგი არის ნახოთ ეხლა იმედი არის ეს განვითარდება ეს და რაღაცა ის არ იქნება რა რომ აი აქამდე მივედით და ეხლა ტრაკისკენ წავიდეთ აი ხა მაგალითად ტრეკს რო ჩართავ რაღაც მომენტში თუ არ შეხედე შეიძლება იფიქრო რომ დუეტი არის ან ტრიო ან რაღაც რა ფლოუებს რო იწვის ტიპი რა ხო და რაღაც მომენტში ხემდრეს თაიროც რომ ყავდა და რო იბაზრეთ მან დაღნიშნა რომ 5 წუთიან ტრეკზე და 4 წუთიან ტრეკზე ჩემანტერმა იბაზრაო და არა და ადრე ჩვენ ხო ეგრე ვიყავით დაუშვათ ხო რომ old school-ში რო იყო ეს თემები ხო მაგრამ უყურე და ეხლა რო დაფიქრდე ხო თითქოს 3 წამი 5 წამი თუ რაღაცა და მე TikTok-მა ეს ყველაფერი თუ ზოგადად მოიტანა აჩქარებული არის ტემპი ცხოვრების და რაღაც ნერვები აღარ ყოფნის რომ სულ უსმინო და რაღაც და რო იცლება და იცლება flow-ები რაღაცა მეტად გასმენინებს უფრო ტრექსაც აქ switch-ი გაკეთებინებს რა ამას wow ეფექტი გაქვს რა უცებ ერთ ხმაში რო ბაზრობს ტიპი მე შუაში დაიჭირეთ რაღაც კარგად ისაუბრებთ ამ ყველაფერზე და უცებ flows რო იცვლის ტიპი wow ეფექტი გაქვს რა ანუ ყურია დაჩვეულია რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას რაღაც დროის მონაკვეთში და უცებ ამას ცვლი და ყური მაგ დროს ისვენებს რა რეალურად შენ რო გეცვლება ყურში ჟღერადობა ყური მაგ დროს ისვენებს ძველით რითიც დაიღალა იმისგან ისვენებს და ახალ ინფორმაციას ღებულობს რა flow switch-ები მაგას გაძლევს რა მაგიტოა სულ რომ მაგრად ჩანს რა flow switch-ს როგორც კი აკეთებ ვა რეაქცია მოყვება და ეხლა რო აკეთებ ტრეკებს მაგალითად აი ალბომისთვის და რაღაცა რა ეხლა არ გაქეკ პუნქტი რომ აი წეღარო თქვი რომ ვიბაზრებდიო რა ანუ ყველა ტრეკში იცვლი დავჭა სხვა flow-ი თუ გაქვს ეს ტრეკები სადაც დააწვევი და სულ ერთ flow-ზე ბაზრობ მაგალითად ძალიან ცოტა ჰიპ-ჰოპი მაქვს ალბომში არა ხო ხტები რას გეუბნები ანუ ღერი ძირითადად ანუ თუ რას ჰიპ-ჰოპი მაქვს 4-5 ტრეკი და ანუ სულ ერთი flow-ი თუ flow-ებს ვსვლი მაგალითად არა ვსვლი ერთ ტრეკში რომელიც მალე და ელე მივუშვი ერთი ძმურად თანო ერთ ალბომის ტრეკში split ერქმევა მთავარი ან ალბომსაც split ერქმევა მაგ გამოყენებული 6 flow სპეციალურად რა რომ მაქსიმალურად დამეტვირთა ტრეკი flow-ებით, შესრულების მანერებით, switch-ებით და ასე შემდეგ. და ეს იქნება main track-ი რა, ანუ single. არა, ალბომის main track-ი იქნება, პირველი ეგ გამოვა, სანამ ალბომი შეყურდება. Single-იც იქნება ერთგვარი, მაგრამ მე შეავსებს რა მთლიან ალბომს ყველაზე ხარ. და მე რა მაინტერესებს, იცი? შენგან მაინტერესებს და მაინტერესებს შენგან პირველ რიგში. სიტყვა ჯეორები ამიხსენით გეხვეწებით. და ჩემგან არ აინტერესებს, და თქვენგან აინტერესებს. ბიჭო ჩვენ შევარქვით და მაგიტო აინტერესებს ჩვენგან. არასწორია. არა. ჩვენ სხვა ინტერპრეტაციით უვეზაკით. ხო. შენ იყავი მაგ თემაში ისე. არა, ხო რა. ნიშა გახდა რა ეს, ანუ ბიჭო როგორ იყო იცი? რა კულტურაში. აი თქვი და მაგაზე მეც ვიტყვი სიამოვნებით. აი ორი რეალობა არსებობს. ერთი რომ იმათმა შეარქვეს თავის თავს ჯეორები, მაგრამ ჩვენთვის გახდა ეს კატეგორია ტიპები რეპერების, რომ აი ჯეორეპერები. ხო, ნიტოქში. და ეგენი იყვნენ ტიპები, რომლებიც თავი აი ხა როგორც არის description-ში რომ თეგები აქვს თუ რაღაცა რა. ჯეორებს აწერდნენ ხოლმე იმ მიზეზით, რომ ვითომ ვიღაცა სადღაც იტალიაში ჯორჯიან რეპს ჩაწერდა და მაგას ამოუგდებდა. აჰა, ясно. მაგიტო ეძახოდნენ თავის თავს და ძირითადად ისეთი შენ ახლა მოკლედ თქვი კიდე ერთ თემა. კი, აჰა, ძმა. კაროჩე იყო ეგეთი რა ქვია ნაკრები სბორნიკი გამოდიოდა კასეტებზე. პირველი იყო ჯეორეპი, პროსტა და რაღაცა სხვადასხვა ტრეკები იყო. ანუ ყველა იყო რა, მაშინ ვინც იყო რა. მე გამოვიდა ჯეორეპი 2, ჯეორეპი 3, 4, 5 და კასეტები იყო რა და მე მეხუთეზე მაგას ჩემი დილერი მყავდა რა, კასეტების რა და მივედი იმასთან და
რაღაცა ეს ანუ ყველაფერს უსმენდი რა ვაფშე რა რაც იჩითებოდა რა კასეტებზე რა რეპი და მივედი და რაღაცა ანუ იქ უცხოურებსაც ვყიდულობდი და ამეებსაც და რაღაცა და ის ჯეორეპი 6 რაღაც ლეგენდა იყო რომ ჯეორეპი 6-იც არსებობს და რაღაც მეთქი არის შოვება სადიღება თუ რაღაცა და იქ ვიღაცას ეუნება რა არ მე აგინეს ერთმანეთსო იქ 6-შიო და აიკრძალაო თუ რაღაცა უჩერა ლეგენდები დადიო ხო და მე კარგი ეს ჯეორეპი ეგ იყო რა თავიდან და მე აი როგორც პელემ თქვა მე დამკვიდრდა რომ ესა რო აი რაღაცნაირად რეპავდნენ აი ის ქართული ხო საიტიც იყო კი მაგრამ ეს საიტი უკვე ინტერნეტის პონტი არაშა მე ისევიც იყო მან მე ის მაინტერესებს რა ანუ ეგ თქვენი ბრალია უკვე არა მე არა შეხედე მე დაჟე მე ვერ მოვასწარი თორე სადღაც მქონდა 2012 წელს ლაინი რომელიც პროსტა ვერ მოვასწარი ჩაწერა და გამოქვეყნება რა აი რაღაცა ის რო ხო იცი ხო და ვამბობ რა რომ აი ეს როგორი ტრეკი იყო იცი რაღაცა რომ ნამუსზე რო ეხები რა ტიპებს რა რომ აი მე სანამ ჯეორეპზე ზრუნავდი თქვენ ჯეობარს უყურებდით თუ რაღაცებს ვასწრობდი რა ხო და ანუ მე ჩემ იმაში არისო რა წარმოსახვაში ეს ჯეორეპი რაღაც სამარცხვინო და მე ეს კომიუნიტიში ეგეთი თემა გაიჩნდა რომ ჯეორეპი ყლეობა და ხო რაღაცა ტეხავ და ეგრე დამკვიდრდა რა ბიჭო როგორი თემა იყო იცი ცოტა მერე კომანდა ვინც გავიჭითეთ რა ვინც აი უკვე რაღაცა კომბოების გაკეთება იცოდა თუ აი კომბოლისტი რო იცი რომ აი ფლოუ როგორ შეცვალო თუ რაღაცეები რა ანუ ბოლოს უკვე რა თავის თავს ვინც უწოდებდა ხოლმე რომ აი ჯეორეპი ძირითადად ყლერეპი იყო ხოლმე ეგენი რა და მაგიტო შეერქვა მე თესლობა გაიჩნდა ჯორჯიან ქართული ჰიპ-ჰოპი ეგ იყო თესლობა ხო რა და ანუ ეგ იყო ქართული ჰიპ-ჰოპი რაღაც დედის ხნელი არის პრეტენზია უჩვენდა რომ ქართული ჰიპ-ჰოპი ჯეორეპი ყლეობა იყო უკვე რა აბსურდი არის ვაფშე დავამოყავით როდის გადმოვიდა პივებიდან გადმოვიდა ვაფშე ეგ თემა რომ კი მაქედან წამოვიდა არა მანამდეც აი ხო მაგრამ პივიპში გაიჩნდა ძირითადად მაგტიპების გადისვები რა რომ როდემდე უნდა გარითმო ეს სული ფული და იმათ უტყდებოდათ მერე და ბრაზდებოდნენ რაღაცა რა ხო და ეგა და მერე თვითონაც ხო და შეცვალეს მერე თვითონაც რა ხო მე შეიცვალა და დაიშალა ის ჯეორეპი ხო მაგრამ რაღაცებით რჩება უცვლად ეხა ის ხო და ეხა აღზევება მოდის თავიდან კიდე მაგეების რა ჯეორეპში ბევრი თითქოს გაქრაკიდებაც ბევრი დაიკარგა მე ხნად კარგი სტრატეგია ზოგი ვინც ტოპები იყო ეხა მაგალითად მოდი ესე ვთქვა რა ცხონებული შავი პრინცი ყველა პატივცემ მაგრამ და ეგ არ იყო ჯეორეპი არ იყო მე მაქვს ვფიქრობ თანამედროვე ტენდენციებს მიყვებოდა და ტიპი ხა დღეს მე ვაფშე ვფიქრობ ძალიან ბედნიერი იქნებოდა პივიპის თემა რო ინახა და რაღაც იმიტომ რომ სუმა გაჩაიჩობდა რომ განვითარება და უკვე შურიკას მაგრამ უკვე რას ვამბობ მაგრამ მაგისტრის რო იარაღი დაგედო ფლოუებს ხრაჯი ვერ გამოცვლია მაგრამ ეგ კლასიკად დარჩებოდა რაც იქნებოდა იქნებოდა ხვდები მაგრამ არიან ტიპები რომ დღეს ვინც იყვნენ ადე რაღაცებს ჩაიჩვენენ რომ შეცვალონ მაგრამ მე მაქვს ვფიქრობ დღევანდელი ტიპები ვინც არის მაგათ უფრო ორგანული აქვს ეგ გამიგე რომ ცვლიან ფლოუებს და რაღაცებს ძნელია შეიძლება 20 წელი აკეთებდეთ ბრახუცებ გარდაიხო ხო რა თქმა უნდა ეგ ინფორმაციულ წყაროზეც არის დამოკიდებული რა ეხა ისინი მაგ დროს რა მუსიკის ირგვლივაც ცხოვრობდნენ და რა მუსიკასაც აკეთებდნენ მაშინ მით უმეტეს საქართველოში აგერ კასეტებზე ვბაზრობდით წეღან კასეტებზე უნდა მოგესმინა რამე ახლისთვის რა და საქართველოს თავი დავანებოთ თვითონ მსოფლიოშიც 2000-იანების დასაწყისებში 90-იანებში ვიტყვი ახალი ჟანრი იყო ჯერ ჰიპ-ჰოპი არც თუ ისეთი არ იყო რა ხოაზე ხარ ძველი ჟანრი ჯერ თვითონ იქაც არ იყო ეს flow switch-ები და ასე შემდეგ ისინიც იმათაც ახალი დაწყებული ქონდათ ეს ყველაფერი და შესაბამისად
ვერ იზავდა რა შურიკას. სვიჩები იყო პროსტა underground-ში. ხო და არ იჩვებოდა კარტონად. არ იყო ის რომ ანუ მაგით ვერაფერს ანუ არავის არაფერი იყო შენ. ბიტები იყო ჯერ. ბიტები სხვა იყო, მუსიკის. არ ვიღაცები იყვნენ ვინც ეგეთ ტრიუკებს აკეთებდნენ პროსტა ანუ მეინსტრიმში ანუ არ იყო ალბათ მიჩნეული. აი ერთ რაღაცას გეტყვი რა. მეინსტრიმში ეგეთი რამე გაკეთებდნენ. ახალგაზრდა არტისტს ბუმბებში გაცილებით გაუჭირდება flow switch-ები და რაღაცა სქემები ვიდრე მე. იმიტომ რომ შენ უფრო ვიზავ, გეტყვი აგიცნე რა. შენ და ესეც მოყვებით მეტი ინფორმაცია მაქვს. მე გვაძალებს ჯეორეპერებით. მეტი ინფორმაცია გვაქვს პროსტა რა მიღებული. ძველიც და ახალიც რა. დიდი ხანი პროსტა PvP-ზე გაიჭდა ეხლა ეს თორე შენ და მე როის გავიცანი რა მილენიალები ქვია ჩვენ. ხო, მილენიალები. მე და შენ ერთმანეთი როდის გავიცანი შენ ალბათ 6-ში ან 7-ში. თუ უფრო დღეს ვინც არიან და ზოგი ტიპები კიდე ვაფშე არ დაბადებულები არ იყვნენ ტიპები წარმოვიდგინე და იქიდან ვაკეთებდით და ჩავიჩობდი და რაღაც მაგრამ უყურე შენ ამ განვითარებას შეუწყე ფეხი გაიგე და მიყევი რა ხვდები ანუ ყველანაირად ყველა ამას ვერ შეძლებს და ვერ აკეთებს და ალბათ არც უნდა გააკეთოს რა ვისაც უხდება და ყველა საქმე არა ანავდათ ხო კი ბატონო ბიჭო მენტალობის პრობლემა არის პირველი რა უნდა მოვსპოთ უნდა მოვსპოთ იმენ მოდის და არ შეიძლება რა ეხა ყველაფერი ბიჭო არ შემიძლია სიარმჯერა რა კუნთი არის ყველაფერი და ყველაფერი დამოღამებადია რა მაგრამ როცა მენტალურად ხარ მან დრო მე მაგას ვერ ვიზავ და იქ ჩემი არ არის მაშინ დროს ვეღარ ეწყობი რა და მაშინ უნდა დარჩე იქ სადაც იყავი და შენი ადგილი კონდეს რა მაგ ეპოქაში თუ რაც იყო რა და იყვნენ ახლა ტიპები ვინც მაგალითად მოდიან მაქედან მაგრამ უწყობენ ამ თანამედროვეობას ფეხს აი ხა ისე რომ შევხედოთ შენ ხარ ახალი ტიპი შედარებით ამ თემებში ვიდრე დავუშვათ ეს ხალხი მაგრამ შენ მაინც როგორც ბეთლემსი ესე შემოხვედი მაგრამ შენ new school-ის თემაში იდეაში არ ხარ ხო შენ აკეთებ მაინც უფრო underground-ისკენ ხარ ხო მაინც ხო და მაგას ვაფრო იმიტომ რომ რაღაცა დისბალანსი პონჩია იდეაში უნდა აკეთებდეს ვითომ new school-ი და რაღაც მაგრამ ტიპს უჭირავს მაინც ეგ ხარე რა მაგრამ თანამედროვე underground-ი უნდა დავუყოთ ახლა ამ თემას ესე რომ შეხედო მაგალითად და ჩვენ დროს underground-ი სხვა იყო ხდები ჩვენ ეხა მე მგონი underground-ი როგორი პონტი არის იცი ვიღაცები ვინ უждენი არიან underground-ი იმიტომ რომ მაგის იქით ბაგაჟი აღარა აქვთ კი ბატონო და ვიღაცები მაგის იქით უკვე გინდა არ გინდა underground-ი ხარ თუ mainstream-ი ხარ ეგ ხარ რაც ხარ რა ვეღარ შეცვლი რაღაც აი შენ თვითონ ჟანრი იყო ადრე underground-ი ცვალო და რაღაც ექიმ ხო მე ვარ ანდერი და აკარავო და თქვენ მაგ გადაცემებში რო დადიხარ აი ეგ იყო რა ფულზე გაყიდული რეპერები მე ლექსარ ვყიდი დადი მოდი გადი ხო რა აი ეხა დაემთხეო ვიღაცის ტექსტს და გაგლე ესაგე ხო და მაგაზე ვამბობ ხო და თუ დაემთხვევა მაგაზე ვამბობ მაშინ უცეს მაშინ ზვაუ რა გავაკეთე აი ეგ არის რაღაცა ვილაპარაკო რაღაცა დაემთხვა რა მაინტერესებს აი მე და ბიჭები პადიეში ვზივართ პივის ფული არა გვაქვს აბა რა ვაფშე რა გინდა ვაფშე რას მიმღერე აი ვაფშე რა გინდა წადი და ისჩალიჩე მაშინ ანუ რა გემღერება რა გერეპერება ძმაო წადი პივის ფული იჩალიჩე ძმა არაყია კონიაკია ეს არის ხო და არ მჯერა მე მაგისი რომ აი ხატო არის მშიერი უნდა იყოს თუ რაღაცა ელეგან რისხდა თორე ანუ ეგეთი ყლეცხოვრება არის ყველაზე მარტივი იტოქში რომ მოკვდე უბანში ჩუსტებით ძმა ეგრე არის რომ აი უბანში ჩუსტებით რომ მოკვდე რა ყველაზე მარტივი ყლეცხოვრება არ გადახდა ბალკონი არა მაგა ბიჭო რამე რომ ჩავთოთ ახლა მობილურზე თვითონ წავიკითხოთ არ იქნება ბუმბები შენ ახლა წარმოგიდგენია მაგალითად სხვა ფლოუებით რო გარეთო თუ კი ისეთ მომში არ გიფიქრე მაგაზე შეუძლია წარმომიდგენია თორე რითმები და ბიტები და ამბები რო შეგეძლო ეგ ნიკის ნაბეჭდ ეგ არის ნახე დრამარო ათამაშთა შემოუსწრო ნახე ავხსნი ახლა თესლობას რა და შენ ბიჭო ახლა რაღაცას ვიბალწებ TikTok-ში და შენ გერგო შენ გადაცემას ერგო მაგის ბედნიერება რომ ახლა ეგ ავხსნა ვაფშე ეგ რაღაცა რა დავაი ექსკლუზივი მოკლედ რა განსხვავება არის აი flows
შეცვლაში და flow-ს არ შეცვლაში. Вообще ყველაფერში რაც არის სპორტი, ესე ვთქვათ, არის ეს ბეთლი, ფეხბურთი, Counter Strike-ი, აი კომპეტიტივ რაც არის რა, კარტის თამაში თუნდაც. ყველაფერში არსებობს ორი სკილი რა, არის მიკროსკილი და არის მაკროსკილი. მიკროსკილი არის შენ როგორ fast flow შეგიძლია, გარითმვა შეგიძლია რაღაც თესლი flow გააძრო, მაგრამ მაკროსკილი არის უკვე შენი პოზიციონირება და გადაწყვეტილებების მიღება. სანამ თესლად გარითმავან flow-ს შეცვლი, შენ ჯერ ეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ flow უნდა შეცვალო. და ეგ რატო უნდა გააკეთო? მე მაგალითად ეხა მოსესთან მქონდა პირველ რაუნდში პირიქით არსად არ ვცვლიდი flow-ს და მუღამი ეგ იყო, რომ მაგითი უნდა დაითრიო. ვიღაცა იმითით რეულობს ტიპს, რომ ხშირად ცვლის flow-ს. ხო და ეგ არის და გორის ციხე რა. მე მაგარად. Yes. რამდენად გაწყობს ეგ თემა ზოგადად? რამდენად შენთვის? ანუ რითი ყიდი შენ პროდუქტს რა? ანუ ციცაკა იყიდება, იმიტომ რომ მწარეა და ვაშლი იყიდება, იმიტომ რომ ტკბილია რა. ხო და საჭიროა вообще, ანუ მაგრამ პრინციპში რომ დაფიქრე რა. საჭირო არაფერი არ არის და აუცილებელი არაფერი არ არის. იდეაში შეიძლება თვლიდე вообще არც გიხდება და არც გააკეთო რა. ხო, ანუ შეიძლება შენ вообще არ გამოგდის და შენი ხმის ტემბრს არ უხდება რა, ბევრი რაღაცა. ხო და იმაში არის ცხელი ძაღლის რომელიღაც სერიაში არის ეს მათხოვარი რო ფულს თხოვს რა, ამ ზახარიჩს და ტვინს რო უტყნავს რაღაცა და ეს ხო რაღაცებს ებაზრება და ხო და ფული სად არისო და ამდენი ტყუილა ვილაპარაკე, ჩემი ლაპარაკი ფული ღირის ძმაკაც. სპონსორებო. ფული მაიღაც. მოიცა მე ისე დავჭერ 8 მილიარდი ნახო რომ პირველი რო არის. მეც მომზადეთ რაღაცეებს. freestyle beats თუ რაღაცა. აკეთე ის დინამიკა ბოვოდო. არ მინდა მასალა ეს. რო გამზადეთ, აკეთ ბოვოდოთ ისა და. ო, აი ბოსი აქ. If Rot is modelijk. Ja. გეგონა გადამასწარი მაქვს წარმატება წინასწარი ვერ ვიჯერებ რას მოვესწარი შენ ქალაქში ვარ სუპერსტარი გოგოს სახელი და მოვიწყდა სექსი გვაქვს და უწყარი ეს რითმები სულ მოედინება გეგონა მოშვებული წყალი სანამ სტილობ და ამუღამ როგორ მე სტილის კოპირება მე უკვე ახალს ვაზრობ თითქოს წინა მე გოიმება ბავშვობაში სულ ლექსებს წერდი ბაქსი ყველა სტროფირებად მომემატა თვით შეფასება ბიზნესის თვითმა ყოფილება ისეთ თემას შევეხებ ნახე პოლიციისგან ყოფილება გავხდი ისეთი მოთხოვნადი რომ თვითონ მომწერეს ყოფილებმა შემზე ინდეს ლაპარაკობდნენ მთელი დღე მას ლოკინებდა მაგრამ მე ჩემი გზა მქონდა ვერ გამაჩერებს ეს გორკილებმა ჩართული მაგად მოვდი ვარცხობერი თხა გოუთ შენ არის რა ტრეკები მაგ ჯერად მივეცი აპლოუდი რამდენს ბედავ შენ მაგ ფლოუთი აქ ვარ ამდენი დროის მერე თან რომ ხელა ფორა მოგეცი შენ რაში გამოიყენე კარგია შემდეგი თუ შეიძლება ამ ზე რომელზეც ჩავხოთ არა იყოს რა ვიცი აქედან იმას ის ვერსი დავასწრებ გაქცევში რო ვიბარო მე თუ სიტყვას ვამბობ, არა ისე მაში რითმას ვაწყობ, თუ გაგიჩნდა შეკითხვა, ეგრე ვიღა ბაზრობს, ეგრე ვბაზრობ მე, ეგრე ვიცვამ, ეგრე ვაზროვნებ და მაშინ პარდონ მე, თუ ვასიამოვნე, ნამდვილი რეპერის ყური მორჩა კინო, იგივეა ბოს რო გაათავებინო, ზოგს ურჩევნია უეჭველი ორი კუში, ვიღაცას რისკიზე ვიდა რომ გაადავებინო, თუ გინდა რომ შემაშინო დამატირო როგორც არლეკინო, ყურზე არ დამაჭრა ჩიპოლინო, რომელი გირჩევნია რომ ვუსმინო შენს ბიტს, თუ როგორც რეპერმა შევაფასო SMC რომელი გირჩევნია კოლა თუ პეპსი შავი თუ თეთრი როკი თუ რეპი ფანკი თუ ტრეპი ტრაკი თუ მკერდი რა არის შენი დილემა ნელი თუ კელი ჩქარი თუ ნელი რომელი მე მირჩევნია ორივე ვარ მატარებელი რითმები ის მოდის შავი ღრუბელი Yo, გახლავართ ბაქიაო, ისე ვასვამ პანჩებს ამბობენ ფაქიაო, მე თუ ვითამაში ჰაილო არ ჩავკიმავ და მიძახე ჯეილო, რადგან ტრაკი მაქვს, რომ ისე გავრით მოსული და ფული რომ იყოს თესლობა, გრეხია, მაგრამ მე ვარ ნაცარქეკია. ჩემი ტვინით პირში ვაძლევ დევს და ეს ყველაფერი YouTube-ზეც დევს, ცეცხლი მოუპარე ზევს და ვერ მომჭამა ყლეც, მინდა 3000 როგორც ანდრე, მინდა ზარა ფხანა, მინდა ხარა მხანა, ჩაიხანა და ზევიდან ჭამა ფხანა, რამით გამახარე მომედიხანია შენ ხარ საურონი მე ვარ გახარია არა და მეგონა რომ ეს მუღამი დავკარგე მაგრამ შეგეცით მაინც გავხდები ჰოკაგე ბიტმაც კი იცის რომ ბიტი უნდა გაჩერდეს და ისე უნდა იბაზროს რა აკაპელა უნდა იბაზროს არა მესმის გოუთებში ზიხარ და მიდი ძმა შენ გამოდი
ამათ Yeah, Nick knocking, big stepper, big pocket, big locking, deep sways and full bunky. Mi max rulak Nicky dapri now slam dunky. Karish khali shen kuchaze chumi khipati. Პირდაპირ მიზანი ვინ არის? აღარ ვუყურებს ამ ბიზნეს წინ ვინ არის? უკვე იქნება როგორ ფინალი. პინო ხაზე მეუბნება არ არის პინო ბოზიშვილო. როცა ნიკი პიძე ყოველთვის იბაზრებს თრუს საქციელით გადავცემ არაფერს დაჭირდება ფრუს სადაც გავიჩიტე ყველგან გავიჩიტე კარბუკი რომც დამაგდო ძირსავდგები და ხევ აგურს bang მე ვჭამე ძალიან ბევრი pain იმდენად ბევრი რომ ვერ აყუჩებს cocaine აღარ მინდა ფიქრი აირია ჩემი brain მინდა მოვეშვა და თავი ვიგნო okay wait მე ვეღარ მაწუხებს ვერანაირი ტრავმა რაც იყო ასერტა სოსი წაიღოს karma რაც არ უნდა მოხდეს მე აღარ დავყრი ფარხმალს ისევ ისეთივე გიჟი ბიჭო ვარ badman from a badman city ნუ მიყურებ თვალებში თვალები არის trippy ჩემი ფიქრი სიმშვიდე ნუ ამიშალე ფიქრი თორე გავგიჟდი და აუშვი ყუმბარას თითი bang კიდე რა ვერ ხარ ხოძე მე ხა შენი ბაზა მე საერთოდ ვიცით ერთი ბიონზე YouTube-ზე ჩარტ იმედია მახსოვს ეს ვაფშე რა ვიდეო რომ მიდევს freestyle-ის მაგიე ცოტა შაურმაც დამრჩა მაგრამ ტორტმა გასწორა მოვიდა მუზა და გამეხსნა გონება დავწერე ბერსი და ბიგრebe BTM გოგოს რო კითხო მე ვიქნები პირველი ბიჭი ანუ ნუმერო უნო როგორ ჩემი ძირძველი ჰიტი გულაო ბიძე და არ ვიცი სად არის ტივი და ხიდი ადრესოს ხელგულზე რამეს ვაკეთებდი ახლა ვარ საკმაოდ ცივი და მშვიდი ზულ ვარ მე უნდა ვუყვარდე ვერაფერი დამაკელი სულ ვარ ხნედ ვისწავლე რომ არ უნდა და ვხურდავდე პილისელი ტიპი ვარ და ურბანსდე მინდა ისე გავაკეთო საქართველოს დავანახო ამერიკას დედამიწის რუკაზე I'm actually doing what they only talking about when they should be switching the topic and nothing the devil will do will top it God has a plan and you couldn't stop it blacks is fine as bombers all of our rhymers shouldn't be out here making no threats knowing damn well you're not even good at keeping a promise რომ მართვიდე რომ რასაც ვაკეთებ მართლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ალბათ საერთოდ დარგა ვაკეთებ მკითხეს ვინ არის შენი top 3 მე და ბოლო ორ ციფრს არ ბასახელებ ვინმე თუ მეხსიერება უტრაკებს რა პრობლემაა თავს გაბახსენებ და ვინმე თუ არ იცის ვინ ვარ თავს გავაცნობ ნუ ხარ გძინავს დილამ შვიდობდეს ბეჭ გამარჯობ არატო სულელებთან არ ვკამათობ ვინმე თუ შემორჩა ბრძენი ბევრს არ ლაპარაკობს მე აღარ მახსოვს კიდე არის რაღაცები მაგრამ აღარ მახსოვს Okay Go on the beat, yeah. What the other time, time I'm a beat, yeah. Could you be like I'm a sully, I'm a sunshine. Zep. ბიჭო მე რას ვერ ვამღავდი იცი ანუ ეს რაღაც Send piano beat-ები. Send piano beat-ები. ეხო იყო რომ აი ან fast forward და რაღაც flows switch-ები ან გოგოს რომ მღერი ხარ და ვიღაცები ორივეს ერთად რა შვებოდნენ მე შენ მიყვარდი ეს ყველა სკილი ერთად ხო მაქსიმალური ეფექტი ეს სიგარეტი ისე გააყუჩებს იმ კიბილებს რაც შენ მომაყენე თამუნა ჯეორეპის ერთ-ერთი ის იყო კიდე ტრეკი უნდა დაწყებულიყო ესე დღევანდელ ცხოვრებაში და მე გრძელდებოდა რა ხდებოდა იმ ცხოვრებაში ესები რო იყო დაბალი აუ მე სრული ინფორმაცია ეს ხო დატრენინგი რატო არის ჯეორეპი აღარასდროს აღარ ვიკითხავ ძმა მორჩა ბაზარი არის ჯეორეპი ხალხი მშიერია გარეთ ესენი კიდე ტელევიზორში ტიტულები დარბიან მოკლედ მეგობრებო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით მეწვიეთ ერთმანეთს გადააწოდეთ მიკროფონები ბოლო სიტყვები ბოლო ჩვენ დღისთვის მარ დღევანდელი დღისთვის ეს იყო მე-100 პოდკასტი მეგობრებო დასაწყისში როგორც აღვნიშნე დაიდება მაიკლის ბეთლი იქნება მაიკლის Young Michael. წეგან ხო თქვი რომ ის დამაბრაესო ჯექსონობა. მაიკლ ჯექსონობა. მაგრამ პირველი მაგის არ დაიდება. არა, ვისის დაიდება, მე მას გულისხმობ რომ მაიკის ბეთლი დაიდება და რატო წააგო თუ მოიგო ის დაიდება
მე აქ ლაპარაკობ თუ კაკანებ შეხარ კაკა თუ და იმ მეორებ მანერებს და რა მაგრამ ევასებაი ხო და მაიკის დაიდება იტყვის მე მაიკი რატო წააგო თუ რატო მოიგო ბეთლი ნიკის დაიდება ასევე და პელე დაიდება რატო წააგო და რატო მოიგო ასევე ბეთლები რო დაიდება მეგობრებო იმის მიხედვით დაიდება ყველაფერი გარჩევა წაგებაზეა თუ მოგებაზეა თუ შეცდომებზეა პლუსებზე მინუსებზე ყველაფერზე აბსოლუტურად საუბარი იქნება ეტაპობრივად ხილავ შემდეგ სეზონში აკაპელაზე მე და პელე ფინალში გავუდი პელე მიჭყლით ერთი ეგ რამდენს ლაპარაკო სადა ბიჯო აკაპელაზე გამოხარ უნდა გამოგიწვიო პირველ ხო დაუდექით ფოტოში ერთმანეთს მოხრებოდა სეზონი სანამ დაიწყებოდა მე და შენ გავალთ ფინალშიო და მაგ ფინალში მე ისტორიას დავწერო და მოგიგებო ესე რა მოხდა არა იყვანეს ვაფშე არა იყვანეს სეზონში ვინმე ვენტუსა და კიდევ კაი არ მოვიდა ვანტუსზე იმდენს ეთაპს ვენტუსა ეგრევე გამახსენდა ვანტუსი ის არ არის ვენტუსა ვისი ბრატია დღეს ჩამასმევნა კიდევაც მაგის ლინკი კაცო მოიცე ვინ ყავდა თოვლი მახსენა ბიჭო ვენტუსა იქ არ იყავ ვიშე ხო თოვლი მახსენა ვენტუსა და მე ასე პოდკასტი იყო მეგობრებო ეს ავჩერდებით გამოიწეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ და სპონსორებს გელოდებით უკვე მე ასე პოდკასტია და უკვე მაგრად ეხავს რა. და მარტო ფოკო არ გელოდებოს. დავაი თითო ორი სიტყვა ყველამ ჩამოყარეთ მიკროფონებში და დავამთავროთ რა. როგორი სიამოვნეთ, რა გამოცდილება მიიღეთ. ძალიან კარგი იყო და ძალიან რეპერული იყო გამისწორდა. აუშე ვიბაზრეთ. მე გამისწორდა. რა ყოველთვის სასიამოვნოა რაღაცების გახსენება ხოლმე და რაღაცების განხილვა კიდე სფეროდან. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, არის ღილაკს დააჭიროთ იმას ამას, ჯერ ეხა ვსწავლობ ამ სიტყვებს, ასე რომ პელეს გადავცნო. არა, თამსა. ხო, გილოცავ მე ასე პოდკასტს და მადლობა ამისთვის, რომ მომეცა შანსი აი ესეთ გოუთ ტიპებთან ერთად ვიჯდე, თუნდაც არ ვიყო რეპერი, მაგრამ აი ამათთან ერთად რო ზიხარ, უკვე დიდი გამოცდილება და დიდი რამეა რა, ბიჭებო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ბეთლის შემდეგაც ბევრი ტრეკები და ბევრი ლაივები თქვენ. ბევრი ტრეკები და ბევრი ტრაკები როარ მეტყვარ შემეძლო. ჩვენ ძმაო რა, აგერ ბატონო. პელე, სანამ იტყვი, ეს კაცი ის არის მეგობრებო, ვინც PvP საძმო შექმნა, უკვე 10000-ზე მეტი არიან და შემოდით, გაერთიანდით Facebook-ის ამბავში და ერთმანეთთან თანამშრომლობთ, მეგობრობთ და ასე შემდეგ. პელე, გისმენს ბაო. მე ყველა ესეთი პონტი მევასება, სადაც რაღაცა პერსონაჟით არ გიწევს ჯდომა და რაღაცეებიდან გამომდინარე რაღაცეების ლაპარაკი, აი იქ რო რაღაცა იტოქში, მაგრა გაასწორა პირველ რიგში საზოგადოებამ, შეკრებილმა მაგრა გაასწორა კონიაკმა, ჯერ ანუ შაურმა როარი რაღაც სასარგებლო შაურმა თუ რაც იყო. ჯეოფიტმენმა გამოვიფით შაურმა. პაპაის ისპანახით არის გაკეთებული და როჭა მკუნთები გებარება და რაღაცა არა, არ გეგონოთ რომ კი არ დავწინთ მეგობრებო, იქ მადლობელი ვართ და მაგ პონჩი ამბობს და მაგ კონტექსტში. ზოგმა შეიძლება სხვანაირად გაიგოს და იმით. ყლეს დაიკიდე. ერთადერთი რამაც არ გაასწორა ეს იყო არსიკოლა. არსიკოლას დედაც შევეცი. всё, აბაჰე, დავაი, გენაცვალეთ. გამოიწერეთ არხი. ჭირი მეტყვი. მადლობა ბიჭები, რომ მოხვედით. ჩაკარით. კამერის წინ ჩაკარი. 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 მე მგონი კარგი იქნება. თქვენ აგენაღლებათ მე მომიწევს მონტაჟი.